ტელეკომპანია მაესტროს ოპერატორი თემურ დოლიაშვილი მისი ცემის ფაქტსა და იმ დღეს იხსენებს. მისი თქმით, მას არ ახსოვს თუ ვინ განახორციელა მასზე ფიზიკური ზეწოლა. დოლიაშვილის თქმით, როდესაც ის საკუთარ სახლთან ტაქსიდან გადმოვიდა, თავის არეში დარტყმა იგრძნო, შემდეგ კი გონება დაკარგა. თემურ დოლიაშვილზე თავდასხმა 3 ნოემბერს მოხდა. იმავე დღეს მაესტროსთან სატელევიზიო ინტერვიუში მამამისმა აღნიშნა, რომ მას მორიგე ექიმმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მისმა შვილმა საავადმყოფოში მიყვანისას ექიმთან საუბარში თავდამსხმელებად სამართალდამცველები დაასახელა. თუმცა თემურ დოლიაშვილი აღნიშნავდა, რომ მას ამ ფაქტის დადასტურება არ შეეძლო. შვილთან საუბრის შემდეგ კი მან განმარტა, რომ დაშავებულს გონების დაკარგვის გამო არაფერი ახსოვდა. თემურ დოლიაშვილი მკურნალობას სახლში განაგრძობს, ასევე შეგახსენებთ, ამ დრომდე ძიებაში რჩება მაესტროს მეორე თანამშრომელზე გადაცემა აბების სცენარისტ დავით ცხომელიძეზე თავდასხმის საქმე. მას უცნობი პირები დოლიაშვილის ცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაუპირისპირდნენ. ვიყავი გიორგი კარტოზიასთან, სადაც ვსვავდით და სუფრაზე გავიცანი თემური, რომელთანაც მომევიდა შეკამათება. გავყევი ამათ ტაგს, რომელიც დავინახე რაში ჩაჯდნენ. ვაჟავშაველას ზეგთან რო გაჩერდნენ, ცოტა მოშორებით მე გავაჩერე. გადმოვიდნენ ეს თემური და კიდევ ორი პიროვნება მანქანიდან, გოგო და ბიჭი. გადმოვიდი მეც მანქანიდან, მივედი ამ თემურისთან დასალაპარაკებლად და კვლავ მომივიდა შეკამათება. როდესაც გადმოვიღე მანქანიდან ჯოხი და რამდენიმეჯერ ჩავარტყი თემურის თავში. და წამოიწია მის დასახმარებლად მისი მეგობარი და იმასაც ჩავარტყი თავში. кейფის დროს ამ ჩემ ორ მეგობარს შორის ვლადიმერ მელაძის და თემურ დოლიაშვილის შორის მოხდა რაღაც კონფლიქტი და შემდეგ გავაშველეთ ისინი. წავიდა ამასობაში მე ჩავსვი თემურ დოლიაშვილი და კიდე ჩემი რამდენიმე მეგობარი ტაქსში და გავუშვი ისინიც გავუშვი სახლში. ამის შემდეგ მირეკავს ერთ-ერთი თემუკასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი გოგონა და მეუნება რომ X5-ით დახვდნენ თემუკას უბანში და ცემეს. სახლთან რომ მოვედი ტაქსიდან გადმოსვლისას შემოტრიალების დროს მოხდა თავში რაღაცა. ამის შემდეგ მე გავიღვიძე საავადმყოფოში. მოხდა ესეთი და ესეთი ამბავი. არ ვიცი მე ვოვამ ჩამარტყა სიმართლე რო გითხრა თავში პავლემ ჩამარტყა თუ ვინ ჩამარტყა მე მაგას აი ვერანაირად ვერ დავადასტურებ რა. იმიტომ რომ დანახვაც კი ვერ მოვასწარი.